მოგესალმებით, დადგა ორშაბათი, საღამოს 6 საათით შესრულდა და ჩვენც ვიწყებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ თემებზე საუბარს. დღეს ჩვენ შევეხებით თემას, უფრო ზუსტად კი მდგომარეობას, რომელიც ხშირად გამოგვიცდია, ძალიან შემაწუხებელი და დამღლელია და მიხვდებით ალბათ, კარგად მიმიხვდებით რაზეა საუბარი. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა არც სამსახური გახსენებთ თავს, არც საოჯახო ვალდებულებები, ყველა წინაპირობაა თითქოს რელაქსაციისთვის, მოდუნებისთვის, მაგრამ ამას ვერაფრით ახერხებთ. თითქოს თქვენი გონება მოითხოვს, რომ მუდამ იყოს დაკავებული. ამგვარი პრობლემებით ფსიქოთერაპევტებს ხშირად მიმართავენ და რატომ გვიჭირს მოდუნება, რელაქსაცია? ამ თემაზე დღეს ფსიქოლოგი, პომელის ცენტრისა და სანამენტეს ფსიქოთერაპევტი მარიამ სულაძე გვესაუბრება. მარიამ, დიდი მადლობა, რომ დღეს ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით და მადლობა ნატა პირველ რიგში, რომ ეს მნიშვნელოვანი თემა წამოწიეთ წინ. თემა მართლაც მნიშვნელოვანია და ალბათ იმ პრაქტიკაზეც გვეტყვი, რამდენად ხშირია ასეთი პრობლემით მომართვიანობა, მაგრამ მოდი ჯერ ზოგადად ვთქვათ, რას შეეხება ეს ამბავი და რა გვემართება, რატომ გვიჭირს ასე მოსვენება დასვენება. ცალსახად პასუხის გაცემა რა თქმა უნდა რთულია, იმიტომ რომ მრავალ პასუხი მომართვიანობაც საკმაოდ მაღალია ამ თემატიკით. კი, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანებს ხშირად აქვთ განცდა, რომ გონება მუდმივად დაკავებულ მდგომარეობაში უნდა იყოს, ან მუდმივად უნდა აკეთებდნენ რაღაცას, რომ თუნდაც საკმარისად თვლიდნენ თავს, საკმარისად კარგად ართმევენ ყოველდღიურ მოვალეობებს და ასე შემდეგ. საკუთარი თავის მიმართ მაღალი მოთხოვნა და ასევე შეიძლება იყოს სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი საშუალება. საიდან მოდის ეს? ეს ხო ჩვენ ესე არ ვიბადებით, ბავშვები, ბავშვობაში ჩვენ ყველანი ვთამაშობთ და თამაშით სწავლა კიდე ცალკე ამბავია, ხო? მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ ხვდებით, რომ გვიჭირს უკვე თამაშიც, გვიჭირს დასვენებაც და აი სწორედ რაც თქვენ ბრძანეთ და ძალიან სწორად, რომ ერთია რომ საკუთარ თავს ვუყენებთ აი ამ მოთხოვნილებას, ხო? რომ აბა მე რა დროს დასვენება, მე რაღაცები მაგასაკეთებელი და უნდა ვაკეთო და მეორე სტრესთან გამკლავება. აი ამ უნარს როდის ვსწავლობთ, ასე ვთქვათ, რომ სტრესთან გამკლავების საშუალებად გონების დაკავებაა. საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი თავისგან, როგორ ხედავთ ჩვენ თავს, ასევე სხვა ადამიანებს, ხო, რა თქმა უნდა გვიყალიბდება ადრეული გამოცდილების დროს ბავშვობაში, ადრეულ გამოცდილებაში გულისხმობთ ხოლმე 6 წლამდე ასაკს და აი სწორედ ამ დროს მშობლებს როგორი მოთხოვნები აქვს ჩვენს მიმართ, ან ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გარემოში აღზრდაშია, ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს მასწავლებელი, აღზრდელი, როგორ აფასებს ჩვენს ქმედებებს, რა კომენტარებს გვიკეთებს, ხო, აი მაგალითად, შექება როგორ არის საქმის რა შეცდომებს უშვებთ ფრაზების დონეზე მშობლები? ხო, აი სწავლასთან მიმართებაში მაგალითად, ხო, როცა პასუხისმგებლობას ბავშვობაში გვაკისრებენ, ყველაზე მეტად სწავლას უკავშირდება ეს. ძირითადად არის, რომ აი ჯერ იმეცადინე და მერე დაისვენე. აი თითქოს მანამდე ადამიანს არ აქვს უფლება მოსვენებულ მდგომარეობაში იყოს და საკუთარ თავს დრო დაუთმოს. პირველობის მოთხოვნაც შეიძლება იყოს, რომ როგორ ეკონკურენტება თავის კლასელებს, რამდენად კარგი ქულა მიიღო, არის ინტერესდებიან ამით მშობლები, ხო? აი ბავშვი 10-ში მოხვდა თუ 3-ში, ანუ მანამდე სანამ მშობლის რეაქციას არ ნახავს, ბავშვისთვის ამდენ მნიშვნელოვანი და საინტერესო არ ხდება ეს თემა, ხო? და ზუსტად ეს მოთხოვნები დგება ზრდასრულობაში საკუთარი თავის მიმართ, რომ ვერასდროს ვერ მოვისვენებ და ახლა ჩემი დასვენების მდგომარეობა, ახლა ჩემი მოსვენება ნიშნავს დაკარგულ დროს. ეს შეიძლება ვლინდებოდეს პერფექციონიზმითაც, რომ შეცდომა არასდროს არ უნდა დაუშვა, უნდა ვიყო მუდამ პირველი. საკუთარ თავს თვითონვე არ აპატიებს თუ სადმე შეცდომას დაუშვებს. მოდი პერფექციონიზმზე ცოტა ხანი შევჩერდეთ, ხო? რა დროს ყალიბდება ეს და ერთი შეხედვით თითქოს მშობლებისთვის ძალიანაც სასიამოვნოა ხოლმე, როცა ბავშვს ხედავენ, რომ ესეთი პერფექციონისტული ქცევა ახასიათებს და ყველაფერში უნდა რომ ჰქონდეს 10-იანი და 9-იანი ქულაც კი როცა ტრაგედიაა. ეს რეალურად უნდა გაგვიხარდეს თუ რაღაცა შეშფოთების საგანით შესაძლოა იყოს მშობლისთვის, ყურადღებიანი მშობლისთვის. ყურადსაღები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვი არ არის მხოლოდ კარგი
არ არის მხოლოდ კარგი მაშინ, როდესაც კარგად სწავლობს. მან ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ისედაც ღირებულია, ისედაც მისაღებია, შეცდომების მიუხედავად ეცოდინება, რომ ყავს გვერდით ადამიანი, რომელიც ამ დროსაც მხარდამჭერი იქნება. ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. და შეგვიძლია ვთქვათ თქვენი საუბრიდან, რომ ზრდასრულობაში, როცა მე მიჭირს დასვენება, ეს არის, ასე ვთქვათ, შედეგი იმ ჩანასახის, რომელიც ზრდასრულობამდე ადრეულ ბავშვობაშიც, თუნდაც ან შემდგომ პერიოდში, თუ თინეიჯერობის ასე ვთქვათ, ჩაშენდა ჩემს რწმენა წარმოდგენებში? ასეა. რა თქმა უნდა, კი, ანუ რასაც მოელიან ჩემგან ბავშვობაში, რის გამოც ვიმსახურებ შექებას, რის გამოც ვგრძნობ, რომ მისაღები ვარ, იმ მოთხოვნებს ვუყენებ მომავალში საკუთარ თავს და მეც მოველი, რომ უფრო მეტად საზოგადოებაში მისაღები ვიქნები სწორედ მაშინ, თუ ყველაფერს მაქსიმალურად ზედმიწევნით კარგად გავაკეთებ და შეცდომას არ დავუშვებ. რა გავაკეთებ? აი ამ ნეგატიური აზრებისგან თავის დასაცავად, ასე ვთქვათ, როგორ მოვიქცეთ? ნეგატიურ აზრებს რაც შეეხება, რომელიც უფრო ფართოდად შეიძლება განვიხილოთ და არა მხოლოდ ამ თემასთან მიმართებაში. პირველ რიგში საჭიროა ამ აზრების აღმოჩენა, ხო? აი პირველად როცა ადამიანი მოსვენებულ მდგომარეობაში ვერ ჩერდება და უჩნდება კითხვა, რომ აი ხო ყველა პასუხისმგებლობა შევასრულე, რაც მეკისრა სამსახურში, სახლში, შვილებთან თუ მეგობრებთან და ახლა რო დავრჩი მარტო და მინდა რომ განვიტვირთო და გავერთო. ახლა მაინც რატო ვერ ვახერხება ამას. ეს კითხვა არის უკვე პრობლემისკენ, ზუსტად პრობლემის მოგვარებისკენ და აღმოჩენისკენ პირველი გზა მიმართული. მე რა თქმა უნდა, ამ პასუხზე კითხვის გაცემა, ხო? აი აზრი ჩანასახშივე როგორ ისმის, როგორ ჟღერს და ის აზრი, რომელსაც მე ჩემი ტვინი სინამდვილედ მაწვდის და ამ ჭრილიდან, რომელიც სინამდვილეში ხო ჩვენი სუბიექტური რეალობაა და ამ ჭრილიდან ვხედავთ, რომ ეს სუბიექტური რეალობა ჩემთვის სინამდვილეა, აი აქ ვსვამ უკვე კითხვას, რომ თუ ეს რწმენა წარმოდგენებით არის ჩამოყალიბებული, სადღაც ხომ არ ვტყუვ ვიწყებთ უკვე საკუთარი თავის ასე ვთქვათ, ინტროსპექციას და გარკვევას. თვით დაკვირვებას. მოდი ბარემ ესეც გითხარით და შემდეგ კითხვა შემოვიდა ჩვენი მსმენელებისგან, მაყურებლებისგან და მე აქვე შევახსენებ მათ, რომ შეუძლიათ ჩვენს Facebook გვერდზე, ქალების რადიოს ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივი მიმდინარეობს და კომენტარად მოგწერონ კითხვა, ან ინბოქსში მოგწერონ კითხვა და ჩვენ აუცილებლად მივუბრუნდებით ამ კითხვებს. როგორ უნდა აღმოვაჩინოთ და ამ კითხვებისთვის დრო გვაქვს აუცილებლად, მაგრამ მანამდე, რადგან თქვენ ახსენეთ უკვე ეს ინტროსპექცია და ჩაღრმავება საკუთარ თავში, როგორ უნდა აღურიცხოთ ეს ნეგატიური აზრები, როგორ უნდა მოვკიდოთ რეალურად ხელი, იმიტომ რომ ცოტა მტკინვეულიც ხომ არ არის. ხომ შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, კი, საკუთარ თავზე ახლის გაგება ნებისმიერ შემთხვევაში არ არის რაღაც შვების მომტანი, ხო? ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვობის გამოცდილებებს ვეხებით, რაც ყოველთვის სასიამოვნო არ არის, ხო? თითქოს რაღაც პასუხისმგებლობასაც შეიძლება ვიღაცას ვაკისრებდეთ და არ გვინდა ამის გარეთ გადატანა. რა თქმა რაც შეეხება როგორ მოვახერხოთ აღრიცხვა, ხო, ასე ვთქვათ, აღმოჩენა. ერთის მხრივ შეიძლება იყოს ეს ჩანაწერების გაკეთება ნებისმიერი ფორმით, ხო, შეიძლება ვიღაცისთვის კომფორტული არ იყოს დაწერა კალმის და ფურცლის ურთიერთობა და ამ შემთხვევაში შეუძლია ტელეფონის ნოუთებში ჩაიწეროს მაგალითად, ან შეუძლია საუბარი დაიწყოს ხმამაღლა და ტელეფონში ჩაიწეროს რეკორდერი. კი, ამას ხშირად მე ხშირად ვიმართავ ხოლმე. ანუ ეს არის გზა, როცა მე თითქოს ყველაფერი მაქვს დალაგებული გასაკეთებელი არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ, დავჯდე, დავფიქრდე რა შეა საქმე და რა აზრები მომდის, ეს აზრები რაღაცნაირად კიდევ უფრო ცხადი გავხადო და ჩამოვაყალიბო, ხო, სწორია? კი, აბსოლუტურად და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად მარტო პერფექციონიზმთან არ არის დაკავშირებული ან ამ მოლოდინებთან, ხო, ასევე შფოთვის გასამკლავებლად გზაც შეიძლება იყოს, რომ თუ მე მოვისვენებ, მაშინ მეტი დრო დამრჩება და თავში ადგილი გამოთავისუფლდება, რომ კი, ეს პრობლემური თემები. კი, შესაბამისად, აი ეს ნაწილი, რომ ვერ ვისვენებ
ების მექანიზმია სპორტებთან და ჩვენ ამას დაუბრუნდებით, თუმცა მანამდე ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, აი ამ 12 წუთის განმავლობაში ლამის 12 ჯერ ადრეული გამოცდილება და ბავშვების დროინდელი გამოცდილება, რაც მართლაც ასეა, ხო, მასზე შენდება რეალურად ყველაფერი. სწორედ ამიტომ გვეკითხებიან, რომ მეცადინეობის კუთხით როგორ მივუდგეთო ბავშვებს, რომ აი ეს დანაშაულის გრძნობა შემდეგ არ გაუღვივოთ. ხო, ძალიან მიხარია, რომ რაღაცნაირად შეიძლება გამოგვრჩენოთ ამაზე. კი ბატონო. ხო, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, ანუ ბავშვისთვის გარემო უნდა იყოს მისი ინტერესის ბავშვი ვერ მოერგება ჩვენს შეთავაზებულ გარემოს, ხო, ჩვენ უნდა მოვერგოთ, ანუ მას როგორ გარემოში მოსწონს მეცადინეობა, რა არის მისთვის საინტერესო, სწავლის როგორი მეთოდი გამოწონს თვითონ ბავშვს, ხო? საკითხი დაინტერესება როგორ ხდება, რომ სკოლაში, ანუ ხოლ სკოლაში ხარ წასასვლელი და ახლა უნდა დაჯდე და იმეცადინო, თუ ვუხსნით იმას, რატომ მეცადინეობს და რას ვთავაზობთ იმისთვის, რომ საინტერესო გახდეს მეცადინეობა მეტად. ანუ პროცესი ყვეთ ამ პროცესს მასთან ერთად, ხო? კი, მისი ინტერესების მიდევნება, რომ იცოდეს, რომ ის არის მნიშვნელოვანი თვითონ როგორ გრძნობს ამ დროს თავს. კონკურენცია ახსენეთ თქვენ და თქვენთან მოსული პაციენტებიც მრავლად ყავთ მოზარდები, რამდენადაც ვიცით და აი ეს რამდენად აქტუალურია. დღევანდელი განათლების სისტემა თითქოს კონკურენციაზეა აგებული რეალურად, ხო? განსაკუთრებით ახალისებულია კერძო სკოლებში. ხა კერძო სკოლების მშობლებმა უნდა გავუსწორონ გარკვეულ თავისებურებებსაც თვალი. აი ეს ნაწილი როგორ მოქმედებს ბავშვებზე და როგორ, თუმცა ეს ახლა მარტო თბილისის და საქართველოს პრობლემა არ არის, ხო? სოფლიო დაკვეთა ასეთი განათლების სისტემასთან მიმართებაში. როგორ მიუდგნენ ასეთ დროს მშობლები ბავშვებს, რომ აი ეს კონკურენტული განემო ნაკლებად სტრესული აღმოჩნდეს მათთვის. როგორ გაამხნევონ? ხო, ამ შემთხვევაშიც ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, აი გარდა სასკოლო განათლებისა და ამ სწავლებებისა ძალიან ხშირია ხოლმე სხვადასხვა წრეებზე ტარება. თითქოს არც ერთი წუთი არ უნდა დარჩეს თავისუფალი. მომართვიანობა ამ კუთხითაც ხშირია და თვითონ ბავშვებიც აღნიშნავენ ხოლმე იმით უკმაყოფილებას, რომ არჩებათ თავისუფალი დრო მგებლობებთან გამკლავება და აი გაჯეტების შეზღუდვაც ამ დროს მათთვის ხდება მტკივნეული, ხო? ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მისი ინტერესი როგორ დავაკმაყოფილებთ. ამაზე მიდის ფიქრი რა, თუნდაც წრის შერჩევის დროს. აი იქაც ხშირად ადრე განსაკუთრებით გვექნება, ხო, გაგონილი აი მუსიკაზე რო დადიოდნენ და არავის არ უყარს ფორტეპიანო, მაგრამ 7 წელი იარეს. კარგად იციან, მაგრამ ხო, გაგონება არ უნდათ. დაახლოებით ამ თემით შეიძლება მოგვიტრა გარემო შეიქმნა კონკურენტული და ამიტომ დავივიწყეთ თითქოს მათი ინტერესები, მათ რა უნდათ. ანუ ოქროს წესი ამ შემთხვევაში მშობლებისთვის არის, რომ მათ რა უნდათ ეს აღმოვაჩინოთ და ამის ერთგულები დავრჩეთ, ხო? კონკურენციის და ყველაფრის გათვალისწინებით. ესეც იმიტომ, რომ შემდგომ იცოდნენ, რომ იმიტომ მათ რაც უნდათ ამას როცა აკეთებენ, ეს მათთვის უკვე დასვენებასთან არის ალბათ ასოცირებული, ხო და გაიგივებული. ერთ-ერთი არის ეს, რომ დასვენება შეუძლიათ ამ დროს, იმიტომ რომ საქმე კეთდება სიამოვნებით და გარდა ამისა, რომ საქმე კეთდება სიამოვნებით, მნიშვნელოვანია, რომ ასევე ჩვენ თავიდანვე გავაგებინოთ მათ, რომ ეს არის ჩვენ მათ გვერდით ვართ, სწორედ აი ამ მათი ინტერესის გზაზე, ინტერესის დაკმაყოფილების გზაზე. ზუსტად კი, ანუ არ არიან დამნაშავეები იმ შემთხვევაში, თუ შეუძლიათ მოისვენო. კი ბატონო, და ჩვენც არ ვართ დამნაშავეები, უკვე ზრდასრულობის ასაკში, რომ გქონდეს სრული უფლება იმისთვის, რომ დავისვენოთ და მივცეთ თავს უფლება განთვირთვის. რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები, ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ერთად აღმოვაჩინოთ აღზრდის, განათლების და განვითარების გზები. ცხოვრების გაკვეთილები ნატა ასათიანთან ერთად. რეკლამა ქალების რადიოზე. ურბანიკისგან ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი
გთავაზობთ. საოფისე ფართები 20-დან 35,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი სივრცეები 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა 8,000 კვადრატული მეტრი. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 91 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ერთად აღმოვაჩინოთ აღზრდის, განათლების და განვითარების გზები. ცხოვრების გაკვეთილები ნატა ასათიანთან ერთად. დაუბრუნდით ეთერში, ვსაუბრობთ თემაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხარისხიანი იყოს ჩვენი დასვენება. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს საკუთარი თავისთვის, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ყოველდღიურობა არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული, ხო? აქ შემოდის ის გარემო, რა გარემოშიც გვიწევს ცხოვრება და აი რეკლამის დროსაც ჩვენ სტუდიაში ცხარედი დისკუსია იყო სწორედ ამაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვისაც შვილები ჰყავთ, რამდენჯერ ესმით და გვესმის სიტყვა დედა მომართვის სახით, როცა რაღაცაში უნდა ჩავერთოთ და რაღაცაში ვჭირდებით მათ, ხო? გარემო ცალსახად არ გვიწყობს ხელს, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქალებს მით უფრო არ უწყობთ ხელს დასვენებისთვის, ასე ვთქვათ, ხო? ასეთ დროს რა გავაკეთოთ? როცა გარემო არ არის ჩვენი დასვენებისთვის კეთილგანწყობილი. ხო, ძალიან კარგია, რომ ეს ამ კუთხითაც განვიხილავთ, იმიტომ რომ პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმაზე, საკუთარი თავი როცა არ გვაძლევს დასვენების საშუალებას და მეორეა, რომ ჩვენს პირად საზღვრებს არც გარშემომყოფები არცემენ პატივს, ხო, არცემენ პატივს. ამ ხო პირველ რიგში როგორც ადამიანებს ვაგებინებთ ალბათ ანუ მაინც რაღაც სუბიექტურია ვის როგორ შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა და ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ალბათ დასვენებაც უნდა იყოს ისე მნიშვნელოვანი როგორც ის სამსახური და გარშემომყოფებ ადამიანებს კარგად გავაგებინოთ ის, რომ ჩემი დროც არის მნიშვნელოვანი, როგორც ის რომ სამსახურში შეხვედრა მაქვს და ამისთვის დრო მაქვს გამოყოფილი და ამ დროს ბავშვი ოთახში ვერ შემოვა და მჭირდება დამხმარე თუ სხვა ადამიანი რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი თავისთვის გამოყოფილი და განკუთვნილი დრო, რომელიც ახლა მიუწვდომელია. მოკლედ ამ დროსაც მიუწვდომელი ვარ. ანუ თქვენი პასუხიდან თითქოს ასე ჩანს, რომ ერთია რომ ჩემი პრობლემა და პასუხისმგებლობაა, რომ მე ვერ ვისვენებ, თუ ვისვენებ და გარემო როგორი არის ჩემი დასვენებისადმი, ესეც ჩემი საკითხია, ასე ვთქვათ და ჩემი მოსაკ. ანუ გარემო არ არის თავისთავად დამნაშავე ბწყალებში, დამნაშავე ისევ მე ვარ, რომელმაც არ მივაწოდე გარემოს და გარემოში მყოფ ადამიანს ფასია თუნდაც დასვენებას ემსახურებოდეს, ხო, სწორი ვარ? ხო, ანუ პასუხის ნახეთ, სხვასთან, ანუ ყოველთვის არ შეგვიძლია სხვას ვასწავლოთ, როგორ მოიქცეს ჩვენთან მიმართებაში და შესაძლოა ძალიან ხშირია ხოლმე ის, რომ აი სამსახურიდან დაღლილი მივდივართ სახლში და ისევ მაგრამ ტელეფონზე კიდევ, იმიტომ რომ სამსახურში კიდევ საქმე დარჩა და ვერასდროს ანუ გარემო არ დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ აი ეხლა დაღლილი მივიდო და სახლში და მოდი არ შევაწუხოთ, მივცეთ დასვენების საშუალებას და ხვალ. ხო, სხვა ვერ დაიცავს ჩვენს
ანუ ასე ან ნამდვილად. მარიამ, თქვენ ახსენეთ აი ამ იმ აზრების, რომელიც ჩვენთან მოდის, მაშინ როცა ჩვენ გვინდა დასვენება და რო არ გვაძლევს ასე ვთქვათ დასვენების საშუალებას, რატომ ვერ ვისვენებთ ყოველ შემთხვევაში რომ ნუსხა გავაკეთოთ, ხო? აღვრიცხოთ, რომ დავუახლოვდეთ თუნდაც იმ პრობლემას, რა პრობლემაც შესაძლოა იმალებოდეს თუ სტრესი, აი ამ ვერ დასვენების უკან. მოდი ცოტა კიდევ მეტი ინსტრუქციასავით რომ მივცეთ ჩვენს მსმენელებს, ხო? ერთი რა თქმა უნდა ფსიქოთერაპევტს მიმართონ, მაგრამ ნუ ვისაც ამის დრო, ფუფუნება არ აქვს. უღრმავდნენ საკუთარ თავს თვითრეფლექსიისთვის რა გზა არსებობს? ხო, თვითრეფლექსიისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გამოიყოს რეალისტური მიზნები, რომლის შესრულებაც შესაძლებელია, რომ ადამიანმა პირველივე მცდელობაზე ეს იმედგაცრუებას არ შეეჯახოს, რომ რეალისტური მიზნები გულისხმობს იმას, რომ აი ორშაბათიდან რო დიეტასაც ვიწყებთ, ვარჯიშას რო ვიწყებთ, ეს ასეთი მიზნები რო არ დავისახოთ. ხო, რომ ყველაფერს აი ხვალიდან ცხოვრებას ვწვით, არა, პატარ-პატარა მიზნები შეიძლება იყოს, აი თუნდაც მაგალითად სახლში მივედი დაღლილი ვარ და ტელეფონს ვსკროლავ და ხვდები, რომ ეს ავტომატურად ხდება, რეალურად არც თვალს და არც ყურს არ მივადევნებ ინფორმაციას, რაც ტელეფონში ვკითხულობ და უცბად მოდის, რომ აი ვერ ვისვენებ, არ შემიძლია მოსვენება, ხო? აი ეგ 5 წუთი უკვე შეიძლება გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ადამიანმა დაიწყოს საკუთარ თავზე დაკვირვება. რა აზრი მოდის იმ წამს თავში, როცა ვერ ახერხებს დასვენებას, ხო? და დაიწყოს ამის აღრიცხვა. მეორე შეიძლება იყოს აქტივობის მოძებნა, რა დროსაც შეუძლია დასვენება და ეს აქტივობა არ უნდა იყოს ძალიან რთული. როგორც ფიზიკურს, ასევე თუნდაც ფინანსურს, ხო? რაღაცა პატარა ნაბიჯებით უნდა დავიწყო. მარტივად სახლში ყოფნის დროს შეიძლება იყოს ის დრო, როცა მე სიამოვნებს ჩემი დრო, როცა მარტო ყავას ვსვამ და მუსიკას ვუსმენ ფონად და აი ამ დროს რაზე ვფიქრობ, როგორ ვგრძნობ თავს. პატარ-პატარა მარტივ აქტივობებში შეიძლება ამის დაგეგმვა. გავეცით ამ კითხვას პასუხი, მაგრამ მაინც მინდა წავიკითხო და მადლობა ყველას, რომელიც ვინც გვწერს თავიანთ კითხვებს თუ თავიანთ მდგომარეობის შესახებ გვიზრდება. ადამიანი, რომელსაც სახლშიც არ შემიძლია დასვენება, ყველანაირი საქმის დასრულების მერე დანაშაულის შეგრძნება მაქვს დროის ფუჭად კარგვის გამო და მუდმივ ფორი აქად მეკცა ეს მდგომარეობაო და როგორ დავეხმაროს თავს თქვით პრინციპში, მაგრამ აი ეს საინტერესო არის აქ დანაშაულის შეგრძნება. რა შემთხვევაში მოდის უფრო ხშირად დანაშაულის შეგრძნება, როცა ვერ ვისვენებთ? ხო, დანაშაულის შეგრძნება მაშინ, როცა ფუჭად კარგვის შეგრძნება შეიძლება იყოს, მაგრამ კიდევ მნიშვნელოვანია რა აზრები ახლავს ამას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ შეიძლება ადგილში არ იყოს საქმე, რომ სახლში ვერ ვისვენებ. შეიძლება სხვაგანაც, ხო, შესაძლოა, რომ ეს მოусვენრობა სხვაგანაც გაგრძელდეს, ხო? ამიტომ, ხო, კომფორტული სივრცის მოძებნაზე ადრე ალბათ საკუთარ აზრებზე ვიწყებთ ისევ ფიქრს, რატომ ვერ ვახერხებ მოსვენებას, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში სიტუაცია შეიძლება ჩვენს ნეგატიურ აზრებს პროვოცირებას უწევდეს, ხო, მაგრამ ამაზრების დათრგუნვით პრობლემა მაინც არსად არ მიდის. აი მანდ მინდა სწორად მივიდეთ. ვთქვათ, აი გავითვალისწინე ეს ყველა ტექნიკა, მართლაც მივედი იმ აზრამდე, რა მოდის, აი თუნდაც ესე ჩვენი მაყურებლის კითხვას თუ აზრს ფორმულირებას დავესესხები, როცა ფუჭად კარგვის გამო მიჩნდება, ასეთი ფორი აქის და დანაშაულის შეგრძნება, რა რეალური აზრები მოდის, ხო? თუნდაც ნეგატიური აზრები მოდის და აღვრიცხე. ამ აღრიცხვამ შეიძლება მე ძალიან კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩამააყენოს, არა? ხომ არ არის მართლაც საშიში ამ აზრებია ესე ამრიდებლურად ვიცხოვროს, თუ პირიქით თვალის გასწორება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. კი, რა თქმა უნდა, თვალის გასწორება და აღმოჩენა ამ ყველაფრის გვჭირდება იმისთვის, რომ თუ არ ვიცი სად არის პრობლემა, მით უმეტეს არ ვიცი რას ვაგვარებ მაშინ, ხო? ან პრობლემა საიდან მოდის ამის აღმოსაჩენად გვჭირდება ამ აზრების დაკვირვება და მიზანი არის ის, რომ აი წეგან რო ვისაუბრეთ, რომ ზოგჯერ შეიძლება საკუთარმა აზრებმა მოგვატყუოს, თქო, ტყუილის მსხვერპლი რო არ გავხდეთ, ხო? და ზუსტად რო ვიცოდეთ, რომ აი ეს აზრი, რომელიც მე ახლა თავში
და სხვანაირად ხარ იქნებოდა ალტერნატიული რა შეიძლება იყოს, ხო? ეჭვქვეშ დავაყენოთ ის აზრი, რომელი აზრიც ამ დროს ნეგატიური მოქმედებს ჩვენზე? დიახ, აი ამის ეჭვქვეშ დაყენება, რამდენად რეალისტურად ვფიქრობთ, ან რეაგირება ხომ არ არის ამ აზრთან შეუსაბამო, ან ზედმეტი ან შეიძლება ნაკლებიც იყოს პირიქით რეაგირება, ხო? კი ბატონო. სხვა დამხმარე გარემოებებზეც ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე და ამ შემთხვევაშიც ალბათ სწორი იქნება, რომ გავამახვილოთ ყურადღება სუფთად ფსიქოგანათლების თვალსაზრისით თუნდაც, რომ აი კვება ჩვენ რელაქსაციისკენ გზაზე, სავალ გზაზე. ხო, კეთილდღეობას როცა ეხება საკითხი როგორ ცხოვრობთ, მნიშვნელოვანია ეს ბიოფსიქოსოციალური მოდელი, ხო, რომ ჯანმრთელიც უნდა ვიყო, სოციალურადაც კარგად მოქნილი უნდა ვიყო და ფსიქიკური ჯანმრთელობაც წყობში უნდა მქონდეს, ხო? ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ხელს უწყობს იმ რუტინაში სასიამოვნო აქტივობების ჩართვასთან ერთად თვითმოვლა ერთგვარი, ხო, როცა ვზრუნავ ჩემს თავზე, რომ კარგად ვიყვებო, სწორად მეძინოს, საკმარისი რაოდენობით ერთად ამან უფრო საინტერესოდ შეიძლება გახადოს ჩვენი ცხოვრება. და თვითონ ჩვენც უფრო საინტერესოდ აღვიქვათ საკუთარი თავი, რომ თურმე ბევრი ინტერესიც გვაქვს, ხო? თვითმოვლა აღნიშნეთ და ჩვენი საუბრის ბოლოს ამასაც მინდა შევეხოთ იმ თვალსაზრისით, რომ მით უფრო ჩვენ ესე ვართ გაზრდილები, ხო? ძალიან ბევრი, ჩემი თაობის ყოველ შემთხვევაში მე თანდათან შეიცვალა ეს მოცემულობა, მაგრამ ბებიების გაზრდილები ვართ, ბებიები, რომლებიც გადაგებულები იყვნენ ჩვენზე და მათთვის აი ეს თვით ზრუნვა და კარგად ყოფნის რაღაცა მათი მთელი ცხოვრება გულისხმობდა, რომ უნდა მიეძღვნათ, რაც კი დრო ქონდათ შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, ხო? თუმცა აი ეს კარგად ყოფნის განცდაც, თუნდაც აი ეს დასვენებაც, რომ რეალურად მართლა არაფრის კეთებას კი არ გულისხმობს, არამედ ძალიან ბევრ რაღაცას გულისხმობს, აი ამაზე მინდა ყურადღების გამახვილება თუ შეიძლება ჩვენი საუბრის ბოლოს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, თვითმოვლა, ხო, აი საკუთარი თავის მოსმენას ვიწყებ, არაფრის კეთებაში გულისხმება რეალურად საკუთარი თავისთვის დათმობილი დრო, ხო, რომ მივცე განიტვირთოს, ვიზრუნო საკუთარ თავზე, ხო, სწორედ იმით, რომ მოვუსმინო, ანუ რა უნდა, რას მთხოვს, რატო ვერ ისვენებს, რა აწუხებს, ამ აზრების მოსმენას ვიწყებთ სწორედაც, რომ და თავაზობ ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე, რომ შეიძლება რა ჰობი აქვს და ადამიანებს არ იცოდნენ, საერთოდ ჰობი არ ქონდათ, ზუსტად იმიტომ, რომ ვერ გამოინახა დრო იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესებისთვის მოგვესმინა. და ბოლოს, რა შედეგზე გავდივართ გრძელვადიან პერსპექტივაში, ასე ვთქვათ, როცა ვიწყებთ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებას და საკუთარი თავის მოსმენას. შეიძლება ამით რეალურად მართლაც ისე მოხდეს, რომ არც ფსიქოთერაპია დაგჭირდეს, არც მით უფრო რაღაცა ფსიქოსომატური დაავადებებაც ავიცილოთ თავიდან და მართლაც შედეგი გამოიღოს თვითზრუნვა. ხო, ცალსახად თქვა ამის რთული, იმიტომ რომ ბევრი გარემოებები განაპირობებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდ დროში დაგროვილი დისტრესი არის, მე როგორ ასეც ვეღარ ვუმკლავდები, ვეღარ ვიტევ, ხო, რომ ნეგატიური ემოციასთან გამკლავებაც უნდა შემეძლოს და იმის დატევაც უნდა შემეძლოს, ისევე როგორც იმ კარგის, რაც მიხარია. და როცა მე ვიცი ეს ამ უარყოფით ემოციებს როგორ გავუმკლავდე და ისევე როგორც დადებითი როგორ დავიტიო, რისკი მომდევნო პერიოდში ცალსახად მცირდება, კი ბატონო. და ბოლოს ჩვენ ვთქვით გაფანტულად, მაგრამ აი თავი რომ მოვუყაროთ, ასე ვთქვათ, რჩევებს, რითი ვიწყებთ. ერთია რომ ვიღებთ კალამს და ფურცელს, ან ვიღებთ ჩვენ гаджеტს და ვიწყებთ ნებისმიერი ფორმით ჩაწერას აი ამ აზრების, რაც მოგდის. შემდეგ რას ვაკეთებთ? ხო. მუშაობთ ეს ფურცელზე ან ტელეფონში დაწერილი, ასე არ რჩება, ხო? აი, რამდენად რეალურია ეს აზრი, რომელიც თავში მომივიდა? რეალურია? ხომ არ შეიძლება სხვაგვარად იყოს საქმე და მე აღვიქვამდე ასე. კი ბატონო. რა შეიძლება თუ ჩემი აზრთა წყობა ნეგატიურია და რაღაც ცუდ ინფორმაციას მაწვდის ტვინი. აი, ალტერნატიული რა შეიძლება იყოს ამის, ხო? ოღონდ ეს ალტერნატიული აუცილებლად რას უპირისპირებთ უნდა იყოს? ხო, ფაქტი უნდა იყოს რა, ასე ვთქვათ, ფაქტი, რომელიც რეალისტურია უფრო მეტად. ერთი შეიძლება
სხვა შეიძლება იყოს ფიზიკური ვარჯიში, იმიტომ რომ აი კუნთების დაჭიმვა მოდუნება რელაქსაციაში ეხმარება სხეულს და განტვირთვაში ეხმარება გონებას, იმიტომ რომ ამ დროს თავისუფალია აზრების ნაკადისგან, ხო? ანუ ის გამუდმებით არ გვაწუხებს ეს აზრები მოკლედ ამ დროს. და რაც მთავარია, ალბათ თვითონ მიდგომა უნდა შევცვალოთ, რომ ეს არაფრის კეთება და ფუჭად დროის კარგვა კი არ არის, ეს არის სწორედ საკუთარ თავზე ზრუნვა. რომელიც ძალიან ძვირფასია, ხო? და აბა სხვა რისთვის უნდა დავხარჯოთ დრო, თუნდაც ესეთი თავისთვის, იმიტომ რომ თვითზრუნვა საბოლოო ჯამში ძალიან გვეხმარება, რომ ვიყოთ როგორც სოციალურად რეალიზებულები და აქტიურები, ასევე უფრო მეტად ჰარმონიაში ალბათ გარემოსთან და საკუთარ თავთან. ძალიან დიდი მადლობა. ამ მოკლე დროში რამდენადაც იყო შესაძლებელი, მე მგონი ვისაუბრეთ ნეგატიურ აზრებზეც, მათთან გამკლავების გზებზეც და დასვენების აუცილებლობაზეც. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით.